აგართვის სალამი მეგობრებო, кайხანია დიმიდია ვიდეოი და გადავწყვიტე დაუდო ჩემი მეორე მცდელობა ჩიტის ბუდეში რომ კამერა ჩავაყენო და განახოთ რა ხდება ჩიტის ბუდეში შიან. კაროჩე, პირველი მცდელობა არ გამომივიდა იმის გამო რომ კამერა არ ვარგოდა და ასე შემდეგ და ბევრი პაწაი ნიუანსი ქონდა ამ ცხოვრებაში, კაროჩე და ახლა მეორე მცდელობას გავაკეთებ, უღონთ უფრო უკეთესი ხარისხით და მთელი ამბებით და მინდა გაჩვენოთ თქვენ მაი რაფერი ხდება. ოპა, ეს ობობა აქედან გავაგდოთ, კარგად იყავი ბაბუ. ამ ფერი რაც ხა უყრიათ ჩიტებს ნახეთ შიგნით. ოპა, შიგნით დაჟე კვერცხი დარჩენია, მაი წინავი ვიდეო არ დიმიდვია და არი ვარგა და ნახეთ კვერცხი რაფერი დარჩა პაწაი, გავტეხოთ ერთი შიან რა ხდება უსებ ჩავხედოთ და აჰა. ჯერ კიდე თხელივითაა ნახე ამ ფერი, შიგნით კაროჩე დაჟე ახალივით გამეიყურება, მაგრამ 1 წლის არის ამასობაში მაი კვერცხი, კაროჩე არ გამეიჩეკა აქედან აფერი აშკარად. პაწაი მოვაწესრიგოთ ძველი ბუდე. აი მოუწმინდოთ, პაწაი საღებავი წულს ვათ რომ კამერაში კადრში უფრო მაგრა გამოჩნდეს ყველაფერი. და ეს კამერაი რომ ბანძი იყო, ახალი ვიყიდე, ამფერი კამერაი ვიყიდე. ნახეთ რა კაი კამერაია ჯო. კამერების ინსტალაციასაც ვაყენებთ სხვათა შორის და თუ რამე დარეკეთ. ისა რა ქვია, ასე ჩავაჭედოთ სარეგულაციო ის რომ კონდეს რომ ჩიტი რომ გეიზდება, ნახე ასე გამოუწიოთ მაი კამერა. ოპა, ჩავუკეთ, ესეც ბზარი ქონდა, შარშან არ ქონდა და ახლა გამოუჩნდა და სტეპლერით პაწაი ასე წკაპ მივასტეპლერეთ. ასე გამოუდა წავა. პატარა ხე მივაბათ რომ ჩიტებმა დაждდენ, კაროჩე რომ რამე დაჭირდნენ და აგერ დენი შევაერთოთ ამ ფერი მე ვფიქრე და მეორე კამერაც ვიყიდე იმის თვინ რომ გარედან გოდუუღო და დევნახო პირველი ჩიტის გამოფრენა იმაინტერესებს იმ ბუდეიდან და პირველი ფრენა იმაინტერესებს და მაგასაც განახებთ ამ ვიდეოში სავარაუდოდ გაფრინდება ვინც ხა და ყველაფერი დავანასტროიკეთ, ყველაფერი ასე ჩავერთეთ, მოვდა პირველი ჩიტი. იმედი მაქვს რომ დარჩება შიან მაი ჩიტი და ვნახოთ აბა უყუროთ. უცებ მოვდა სხვათა შორის პირდაპირ კამერაზე დააждდა ჯო. რამე არის ის რომ აქანები ჯო. შევიჯო. ახლა ორნი არიან, ბიჭი და გოგო იქნებიან. ახლა შევდა შიგნით. აბა. მაგრამ სამწუხაროდ მაგენი დიდხანს არ გაჩერებულან, აი პაწახან შევდა შიგნით, ასე იკინკლა შიგნით, რამე ვერ ნახა და წევდა და აღარ მოსულა. ჩუუყარე კორმაი, კაროჩე და პაწაი ნახერხაი ჩუუყარე რომ ეგე უფრო მეწონა და ეს ბზიკი შემოვდა ჯო, დეინახე ჯო. აბა ეს მეორე პარტია ჩიტები მოფრინდნენ, ჭამეს და რა ხდება, ჭამეს და წევიდნენ, მაგრამ კამერასაც ეჩხუბეს ამასობაში, რაც ხარ მოეწონენ ახლა და აშკარად და ესენიც წევიდნენ, კაროჩე. ასე იჩხუბეს, კაროჩე კამერასთან და მოხიეს და რა საყვარელი ჩიტები არიან ჯო. ამან კიდე მოკლედ რომ მოგიყვეთ, კაროჩე ეს ჩიტები ხომ გაფრინდნენ ამასობაში და გევდა ზამთარი ამასობაში აცივდა, კამერა გამიპუშტა შიგნით, კაროჩე და მთელი ამბები და აღარ მივაქციე ყურადღება მაგას და რომ გამოზაფხულდა თავიდან, კაროჩე გადავწყვიტე რომ ჩავხედო შიან და რა ხდება და ევე ასე კიბეზე ტკაშ, ზემოთ სიმაღლის მეშინია ჯო, მაგრად და რა გავაძრე შეხედე შიან. ჩიტი ყოფილა ჯო. ნახე რაფერი საყვარლად იმალება და ფარაოს მიშვილებს და დავახუროთ ჩუმად ლამაზად. კამერა ყველაფერი დავანასტროიკოთ, გავასწოროთ საქმეები, კაროჩე და უყუროთ ახლა და აგერე ჩიტი ყავს შიგნით, უკვე პაწაი შედეგია და შეფრენის მომენტი გავმაზეთ, მაგრამ გამოფრენის მომენტი მაინც ხომ უყუროთ და ბრაზიანია ჯო ეს ჩიტი, ნახე სულ ჩხუბობს ჯო. რა დღეშია? რა საყვარელი ტიპია. ოპა, მევდა მისი ქმარი, ნახე, საჭმელი მოუტანა და ინახე, მაი არ ჩანდა, მანამდე კამერაში არ დიმინახია მაგ ფერები და ეს კიდე ჩხუბობს, ჯო, რა დღეში ხარ, დამშვიდი. ნახე, რამდენი კვერცხი ყავს სახში. 2, 4, 6, 8, 9 კვერცხი ყავს ამასობაში და იქეთ ფრინაოდენ, კაროჩე, ნახე. იბურდღება, ნახე შიგნით, მაგარი კადრებია, გებნები და ვინმეს არა აქ ამ ფერი კადრები და ბრუნდა ჯო, რა დღეშია ჯო აი ჩიტი. პატიოსანი ქმარი, ნახე, სახში საჭმელი მეიტანა იმხელა რომ აი ძლივს გადაყლაბა, კინა გადააცდა შეხედე ჯო, რომ ხელა რაცხაში გადაყლაბა ჯო.
ნახე, გამეიჩექა რამოდენიმე ჩიტი და დედიკომ რა ქნა შეხედეთ, შეჭამა ის რაც ქონდა კვერცხს გარედან. იქ კალციუმითაა საოსე და მაგიტომ ალბათ და თან ის ბურდღებიც მოყვა თუ რა ქვია მაგას თმები და ცხოველის რაც ხისგან გაკეთებული აი ბუდე. გამეიღო გადაარჩა. აი ვეღარ შეჭამა შეხედე და რა ქნა ნახები, ჭკვიანია და გადააგდო და ამასობაში სანამ გადააგდო შეგვიძლია დავათვალიეროთ 3 თუ 4 ბარტყია აქ ამასობაში და ყველა არ გამოჩეკილა ჯერ და დაბრუნდა დიდიგო ამასობაში და რა ვარს გამეჩეკენ ეგრევე საჭმელი უნდათ და საჭმელი მოუტანა შეხედე მაგრამ რას ხდება იქ ბლაღვიჯო ბაწაი და რომ ჭამოს და პირი გააღოს რა იცის მაგამ ჯო რა პატარებია შეხედე ჯო კამერას დააჭამო ჯო კამერას ნოაჭმე გააღო პირი და ნახე რა ვარს გააღო იმან ტენა პირში კაროჩე ბოლომდე და ღრმად ჩუგდო აჰა talში რა ხდება აპა კიდეშია ნახე რა ვარს შემოდის ეგრევე პირს აღებს ჯო ნახე ამ ფერი რომ გამოფრინდეს მაგარი იქნებოდა ნახე ბიჭო რა მხელები მოაქვს ჯო ვერს ჭამს ბიჭო რა ფერი და გადააღლაპიოს იმ პატარას თვითონ შეჭამა რა მაგარია მაგარი დედიკო იხარ ჯო შეჭამა და ბაღნები დადია ამშიერი და აჰა კაცი კიდე კაცი და გებენები და მეიტანა საჭმელი დღეი ღამე ფრინაოდა და საჭმელი მოქონდა კაროჩი მაგ დედიკოისთვის ნახე მევდა საჭმელი მოუტანა წევდა კაცების ცხოვრებას გავს და აი შეხედე ფულს რომ შობიან რა შობა ნახე ასე გადააგდეს ახლა გარეთ რა მაგარია ძმა რებს არ დაინახავე კამერების დაყენება მაგარია ძმა სადაც გინდა დააყენებ ყველაფერს ხედავ და შეხედე შემოდიან თუ არა ეგრევე გაშლილი პირები ხდებიან სახში ჯო იპაწაები არიან და იმიტომ არიან ასე და თორემ რომ გეიზდებიან თვითონ დაიწყებენ სირბილს ალბათ თუ დააგვირდით ვიდეოის დასაწყისში ბუდე იყო შვაში მერე დროი რომ მიდიოდა ნელ-ნელა კედლისკენ იწეოდა და ბოლომდე მივდა და ერთ შემეშინდა არ გაცივდეს ჯო კედელი ხომ ცივია ამასობაში და ერთი დღე სლავიკა კაროჩე ამ კაცს თუ უძახეს სლავიკა და ვარქვი კაროჩე და სლავიკამ მეიტანა ნახე რა ხელა საჭმელი და ერთმა რომ გააღო დიძეპირი დედამ ტენა კაროჩე რომ ტენა ჯო იმან გადაყლაპა ჯო წარმოიდგინე რა ხელა რაცხა გადაყლაპა თუ ნახე ჯო და ერთი დღე ცუდი დღე იყო კაროჩე მე შევამჩნია რომ რაცხას ეძებს ჩიტი კაროჩე და მაგრამ მეწყინა მაი ამბავი მაგრამ ერთი ბარტყი მკვდარი იყო და არ ვიცი ცუდი დნმ მქონდა თუ ციოდა თუ რა დაემართა მაგრამ ასე მოხდა და იმიტომაც ჩიტებს 8 9 10 კვერცხი აქვენ ხოლმე და არა ერთი რომ გადარჩენ მეტი და სამწუხარო ამბავი მაგრამ ერთი დაგვაკლდა და შემდეგ ვიდეოში ამ ვიდეოში ვერ ჩავატევ ყველაფერს შემდეგ ვიდეოში განახებთ რაფერ გეიზდებიან მაგენი და გაფრინდებიან ამ ვიდეოსთვის დიდი მადლობა გამეწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარები რას ფიქრობთ ამ ფერი ვიდეოს გადაღება ღირს კიდე თუ არა